წინამდებარე ვიდეოში ჩვენ წარმოვადგენთ წმინდა იუსტინე მარტვილის პირველი და მეორე აპოლოგიის ქართული თარგმანის მოკლე მიმოხილვას. სიტყვა აპოლოგია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს დაცვას, გამართლებას, პასუხის გაცემას, სიტყვისგებას, გამოსარჩლებას. ზოგადად კი აპოლოგია რომელიმე მოძღვრების ან მოვლენის, ან რომელიმე ადამიანის დასაბუთებულ სიტყვიერ დაცვას ნიშნავს. ძველ ქართულ მწერლობაში ტერმინი აპოლოგია ითარგმნებოდა შემდეგი სიტყვებით: მიგება, პასუხისგება, განმართლება და დაქადება. ქრისტიანულ ეპოქაში აპოლოგიტური მწერლობის ჩამოყალიბება მეორე საუკუნიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ მეორე საუკუნე ეკლესიის ისტორიისთვის რთული ეპოქა იყო. ქრისტიანების წინააღმდეგ ვრცელდებოდა არაერთი ცილისწამება, ქრისტიანები იდევნებოდნენ. ქრისტიანობას უტევდა სხვადასხვა რელიგიური სისტემა. ეკლესიის ისტორიისთვის ასეთ რთულ ეპოქაში აპოლოგეტური მწერლობის ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ერთი მხრივ საჭირო იყო საეკლესიო მოძღვრების წარმოჩენა, მეორე მხრივ მისი დაცვა სხვადასხვა რელიგიური სისტემისგან და ასევე ქრისტიანთა წინააღმდეგ გავრცელებული ცილისწამებების განკიქება. ეკლესიის ისტორიაში პირველ ცნობილ აპოლოგეტად წმინდა კოდრატე მოციქულია მიჩნეული. ის იყო მაცხოვრის მოწაფე 70 მოციქულთაგანი. 126 წელს მან წარადგინა აპოლოგია იმპერატორ ადრიანეს წინაშე, რის შედეგადაც იმპერატორმა გამოსცა რესკრიპტი, რომლითაც კრძალავდა ქრისტიანების უსაფუძვლო და გამოუძიებელ დასჯას. ეს რესკრიპტი წმინდა იუსტინემ თავისი პირველი აპოლოგიის ბოლოში დაურთო. სამწუხაროდ წმინდა კოდრატე მოციქულის აპოლოგია ჩვენამდე მოღწეული არ არის. შენარჩუნებულია მხოლოდ ერთი მოკლე მონაკვეთი, რომელიც ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიაშია დამოწმებული. წინამდებარე პუბლიკაციის ორივე ნაშრომი წმინდა იუსტინეს კალამს ეკუთვნის. წმინდა იუსტინე მარტვილი და ფილოსოფოსი წარმოშობით ბერძენი იყო. ის დაიბადა სიქემის ნანგრევებზე აშენებულ ახალ ქალაქში, რომელსაც ფლაბია ნეაპოლისი ერქვა. წმინდანი თავიდანვე ეძიებდა ჭეშმარიტებას და ყურადღებით ეკიდებოდა სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობას. საბოლოოდ იგი ყველაზე მეტად პლატონიზმმა გაიტაცა. პლატონიზმის იდეებით გატაცებული ერთხელ წმინდა იუსტინე ხვდება ერთ უცნობ ქრისტიან მოხუცს. ამ მოხუცთან ღრმა საღვთისმეტყველო ფილოსოფიური დიალოგის შედგება, რის შედეგადაც წმინდა იუსტინე ქრისტიანობაზე მოიქცევა. თავადვე წერს: ჩემს სულში კი უმალ აგიზგიზდა ცეცხლი და მე ტრფიალებით აღვივსე წინასწარმეტყველთა და იმ მამათა მიმართ, რომლებიც ქრისტეს მეგობრები არიან. როცა მე ჩემს გონებაში მსჯელობდი მის, ესე იგი უცნობი მოხუცის სიტყვებზე, აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ეს ფილოსოფია არის მტკიცე და სარგებლის მომტანი. მოქცევის შემდეგ წმინდა იუსტინე მთელი ძალისხმევით ავრცელებდა ქრისტიანულ მოძღვრებას. სწორედ ამ მოშურნეობის შედეგია მისი ორივე აპოლოგია. პირველი აპოლოგია, როგორც თავად ნაშრომის შესავალიდანაა ცნობილი, იმპერატორ ანტონინუს პიუსისადმია დაწერილი. ამ ნაშრომში თვალსაჩინოდაა აღბეჭდილი ქრისტიანთა წინააღმდეგ გავრცელებული ცილისწამებების უსაფუძვლობა. ამასთან განკითებულია წარმართული სწავლებების გაუკუღმართებებიც. აპოლოგიის ბოლოს წმინდა იუსტინე აღწერს ქრისტიანული მსახურების თავისებურებებსაც. მათ შორის ის ახალი წევრების მონათვლის წესსაც აღგვიწერს. ისინი, რომელნიც დარწმუნდებიან და რწმენით მიიღებენ, რომ ჭეშმარიტია ის, რასაც ვასწავლით და ვამბობთ, და აღგვითქვამენ, რომ შეძლებენ ამგვარად იცხოვრონ, მათ ასწავლიან ლოცვას და მარხვასთან ერთად ჩადენილი ცოდვების შენდობის თხოვნას ღვთისაგან. და ჩვენც მათთან ერთად ვლოცულობთ და ვმარხულობთ. შემდეგ ჩვენ მათ მოვიყვანთ იქ, სადაც წყალია და ისინი ახლად იშვებიან ახალშობის იმავე სახით, რა სახითაც ჩვენ თვითონ ვიშვით ახლად. ყოველთა მამისა და უფალი ღმერთის და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეს და სულიწმინდის სახელით ისინი იმ დროს წყლით განბანვას მიიღებენ. პირველი აპოლოგიის ბოლოს წმინდა იუსტინე დაურთავს იმპერატორ ადრიანეს წერილს, რომელშიც ის ქრისტიანთა უსაფუძვლო და გამოუძიებელ დევნას კრძალავს.
პირველი აპოლოგია 68 თავისგან შედგება და ზომით დიდად აღემატება მეორე აპოლოგიას. მეორე აპოლოგია 15 თავისგანაა შემდგარი. ევსები კესარიელის გადმოცემით მეორე აპოლოგია იმპერატორ მარკუს ავრელიუსისადმია დაწერილი. თუ პირველი აპოლოგია ქრისტიანობის ზოგად დაცვას ემსახურება, მეორე აპოლოგიის დაწერა ერთმა კონკრეტულმა ტრაგიკულმა შემთხვევამ გამოიწვია. რომის პრეფექტმა ურბიკუსმა უსამართლოდ დასაჯა 3 უდანაშაულო ადამიანი. მათ ბრალად ერთადერთი რამ ედებოდათ, ისინი ქრისტიანები იყვნენ. სწორედ ამ აღმაშფოთებელ ფაქტს ეხმაურება წმინდა იუსტინე. ამასთან მეორე აპოლოგიაში წმინდა იუსტინე განიხილავს ქრისტიანთა დევნის მიზეზებს და მიმოიხილავს სხვადასხვა ფილოსოფოსის გამონათქვამს. ასევე წმინდა იუსტინე აღწერს თავის შეხედულებას ქრისტიანთა შესახებ, რომელიც მას ჰქონდა მანამ, სანამ მოინათლებოდა. ვინაიდან მე თვითონ, როდესაც პლატონის მოძღვრებით ვიყავი გატაცებული, მესმოდა რა ცილისწამება ქრისტიანებზე და ვხედავდი რა მათ უშიშართ, სიკვდილისა და სხვა ყოველივე იმის წინაშე, რაც საფრთხის შემცველადაა მიჩნეული, ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იყო მათ უკეთურებასა და განცხრომაში ეცხოვრათ. აღსანიშნავია, რომ ორივე აპოლოგია ჩვენამდე ერთადერთი ხელნაწერითაა მოღწეული, რომელიც 1364 წლით თარიღდება და პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელნაწერის ტექსტი არაერთგზის არის გამოცემული. ქართული პუბლიკაცია შესრულებულია უშუალოდ ძველი ბერძნული გამოცემებიდან. ტექსტზე მუშაობისას გამოყენებულია ლათინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური გამოცემები.